თბილისის მერი დღეს გლდანში იმყოფებოდა გიგი უგულოვამ ვართაგავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა თბილისის მერი გლდანში 74 წლის პენსიონერის გულნარა ბერიძის ოჯახსაც ესტუმრა. $100 კი არა 100 მანეთი მედიკამენტი ვერ ვიყიდია, თუქი ვერ ვიყიდია, 100 მანეთით რა გავაკეთო რა, ვიყიდო რა. დაზღვევის და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ჩათვალეთ, რომ თავარი პრობლემა მოხსნილი იქნება. რაც კარგია, უარს არ ვიტყვი. ხო, რაც თავარი ჯანმრთელობა არის და განსაკუთრებით თქვენთვის. ამიტომ არის, რომ ეხლა ყველაზე მთავარი რესურსი, რაც გამოვნახეთ პენსიონერების დაზღვევაზე მიდის. სექტემბრიდან დაზღვევა ექნება ყველა პენსიონერს. ისევე როგორც აი პატარა ბავშვები ბევრია და 0-დან 5 წლამდე 5 წლის ჩათვლის პატარა ბავშვებზეც გავრცელდება დაზღვევა. ერთბაშად ხო ქვეყანა არ ეშენებს. მე ხო კარგად დგებოდა ცხოვრება ალაფუში. ჩემის აზრით ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხა ყოველდღიურად რაღაცა პატარას მაინც ცვლილებას ვინდოთ ყველა უბანში. მთავარია, რომ ეს პრობლემების წინაშე მარტო არ დადეს. თვალე ხო ბოლო პერიოდში უფრო გაგიκτულდა? უფრო გაგიκτულდა. მითხრეს 2-1 შეიძლება უდედა. 1-3-6 თვის მერე მოდიოდა გავიმეორებო და არ იყო საშუალება და ვერ მივედი. უკვე გვიანდება? მაშინ ვერ ხედავდა. საერთოდ ხან ადამიანს ვერ ვარჩევ რომელია. მაშინ ესე ვქნა, ხვალ ერთად მივიდეთ და მოვაგვარეთ. ეხლა სექტემბრიდან ასევე გექნებათ ყველა პენსიონერს საქართველოში ექნება დაზღვევა. ესეთ პრობლემებში არსებითად შემოგეხიდებათ ეს დაზღვევა. ძალიან მადლობელი ვარ ყველაფერს ყურადღება. სექტემბრამდე ვინაიდან ვერ ითმეს თვალი. თვალის ჩინივით გაფრთხილება უნდა, ამიტომ ხვალ მივხედოთ მაგ საქმეს. 90%-იანი შეღავათი ექნება ყველა პენსიონერს. აი მას არ ნიშნავს, რომ თვალმა უნდა მოიცადოს. მთავრობა ამდენი წელი არ შემიწუხებია, 30 წელი მეუღლე არ და შვილი 25 წლისა მამიკაცი. მთავრობა იმისთვის არ შეატყობა. ტელევიზორზე და ძალიან მომწონს, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. თუ ესე გაალამაზეთ ქალაქისა და სოფელიც. ბევრია კიდევ გასაკეთებელი ჯერ ასე. ჯერ თვალი მკურნალოთ და მე რასასწრაფო თბილისში ერთად წავიდეთ.